დმანისის რაიონში აღმოჩნდა აი ეს წარწერა, რომელიც ადრე ქრისტიანული ხანისა არის, ესე იგი მე-4 საუკუნის არის, აქ ქრისტიანობა საქართველოში მე-4 საუკუნეში უკვე გამარჯვებულია და ამდენად ეს წარწერა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოს გაქრისტიანება, რომელიც მოხდა 326 წელს ქრისტეს შობიდან, ეს წარწერა ამ წარწერაში დასტურდება თარიღი 329 წელი. ესე იგი, ეს არის შეიძლება ითქვას ძალიან ადრეული ქრისტიანული წარწერა, სულ ეს წარწერა, ესე იგი, გაკეთებულია საქართველოს გაქრისტიანების 3 წლის თავზე და წარწერა მართალია გასაიდუმლოებულია, მაგრამ წარწერა თარიღიანია და იგი, ესე იგი, 329 წელს გვაუწყებს ქრისტიანობის, ესე იგი, გამარჯვების 3 წლის თავზე არის გაკეთებული ეს წარწერა. მაგრამ თუ მცხეთის ჯვრის წარწერაში საიდუმლო დაფარულია ამ წარწერის წელთაღრიცხვა, ესე იგი, ამოსაცნობია, აი ეს 329 წლის ადრე ქრისტიანული ქართული წარწერა უკვე თავად ღაღადებს საიდუმლოს. ახლა რაშია საქმე? აი, აქ სასულიერო პირს გამოსახულია სასულიერო პირი და გამოსახულია საერო პირი. სასულიერო პირს ხელთ უყრია ჯვარი და საერო პირს ხელთ უყრია შროშანი. ცნობილია, რომ ეს ქრისტიანული ჯვარია, რა თქმა უნდა, და კი აღმართული ჯვარია, ხოლო ქრისტიანული სიმბოლიკით, ქართული ქრისტიანული სიმბოლიკით ეს ჯვარი იკითხება როგორც ქრისტე. ეს უკვე ქრისტიანული ხანის გაგებაა ჯვარისა. რატომ? ეს ჯვარი თავისთავად ჯვარია, მაგრამ ამავე დროს ეს არის ქართული ამბანის 24 ასო-ნიშანი ქანი, ხოლო ასოიანი დაქარაგმებით, ანუ სამთავრულო დაქარაგმებით, ჯვარი იკითხება როგორც ქრისტე. ხოლო რაც შეეხება შროშანს, შროშანი აღდგომის სიმბოლოა და ამდენად ეს ორი პიროვნება, სასულიერო და საერო პიროვნება ღაღადებენ იმას, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა. და რა კი ეს სასულიერო პირი და საერო პირი ქართულში არის კარგი გამოთქვა. ერი და ბერი და აქ მართლაც ეს არის გამოსახული. ერის წარმომადგენელი და ბერის წარმომადგენელი. ერისათვის და ბერისათვის ქრისტე აღდგა საყოველთაო მრწამსია. აი, ასე შეიძლება, ესე იგი, ამოვიცნოთ ეს ქრისტიანული სიმბოლიკა. მაგრამ აქვე ამ ახლავს წარწერა, რომელიც იკითხება დღე პირველი. საქმე ის არის, რომ აი ამ წარწერაში ეს ერთგვარი ანბანის სალაროა, რომელიც გამოყენებულია ამ წარწერის შინაარსის გასაგებად. ჩვენ თუ გვაქვს ჯვრის სამთავრულო დაქარაგმება, როცა მხოლოდ 100 ქანი იწერება და იკითხება როგორც ქრისტე, ჩვენ გვაქვს ჯვრის საუფლო დაქარაგმება, როდესაც ქანს უნდა მივმართოთ სალაროს. აი აქ არის დღე, ანუ აქ არის ეს ასო-ე, უნდა გადავიტანოთ ჯვრის გვერდით და უკვე ქ-ე ეს იქნება საუფლო დაქარაგმება, ქრისტიანული საუფლო დაქარაგმება და ქანი და ენი იკითხება როგორც ქრისტე.
ახლა რაც შეეხება შროშანს, თუ ჩვენი სწორედ ამოვიცანით შროშანის მნიშვნელობა, რომ იგი აღდგომის სიმბოლოა და ქრისტეს აღდგომას გახადებს, აი ისევ სალაროს მივმართოთ. აქ არის ენი ავიტანეთ ჩვენ და წავიკითხეთ ქრისტეს, იგი ეს უკვე უეჭველად ასე იკითხება, რომ ეს ჯვარი კი არ არის, არამედ ეს არის ანბანის 200 ქანი და ენი და ეს არის ცნობილი საუფლო დაქარაგმება ქრისტე ღმრთისა. ასევე ესე იგი შროშანმა უნდა თქვას, რომ იგი მართლაც იკითხება როგორც აღდგა. რა კი ეგ გადავიტანეთ მაღლა ა ღ დ დაგჭა. თუ ქვემოდან ზემოთ წავიკითხეთ და ეს მიღებულია ქრისტიანულ წარწერებში. დაგჭა ა ღ დ დაგჭა ორი ასონიშნის წაკითხვის ისა განი და ანი არა ქრისტე ა ღ დ ეხლა უნდა წავიკითხოთ გ ა საქმე ის არის უნდა ჩამოვიტანოთ რა კი აქ სამი ასონიშანია რაოდენობრივი სათვალავი არსებობს ქართული ანბანისა და სამი ასონიშანი ა ბ გ გან ბგერას ნიშნავს ესე იგი ეს სამი ასონიშანი წაიკითხება როგორც განი ხოლო ბოლოში ა და რა გამოვიდა მართლაც შროშანი იკითხება როგორც ა ღ დ ქვემოდან ზემოთ და შემდეგ გ და ა ქრისტე აღდგა. ამდენად წარწერას საიდუმლოს ამჟღავნეს, მართლაც იგი საიდუმლოა, იმიტომ რომ კითხველმა უნდა ამოიცნოს მისი მნიშვნელობა, ხოლო შემდეგ ესე იგი ეს საშუალება სალარო საშუალებას გვაძლევს, რომ ესე იგი ამოიცნოთ ამ წარწერის წაკითხვის სინამდვილე. ქრისტე აღდგა. მაგრამ რას ნიშნავს დღე პირველი? საქმე ის არის, რომ ერთშაბათი არის დღე პირველი და ეს ნიშნავს კვირა დღეს. ცხადია, ქრისტე აღდგა, კვირა დღეს ეს საყოველთაო მრწამსია. მაგრამ აი ამ წარწერაში დღე პირველი აგრეთვე მითითებულია ამ ქვასვეტის აღმართვისა და წარწერის შესრულების თარიღი. ეს განცხადებულია შემდეგი ქართული ანბანის შემდეგი თვისებით. დონი ნიშნავს მზეს, ხოლო ანი ნიშნავს მთვარეს. ამის შესახებ ქართული ანბანში დონისა და ანის შესახებ უკვე ჰქონდა საუბარი. დონ ანი ნიშნავს იგივე 532 წლიან ციკლს, ხოლო ღანი და ენი ნიშნავს 532 წლიან ციკლში მზის 25 წელიწადს და მთვარის მე-5 წელიწადს. ეს იგივე თარიღია 532 ციკლის თარიღი. მზის 532 ციკლის 25 წელი მიდის და მთვარის მე-5 წელი მიდის და ეს 532 წლიან ციკლში მხოლოდ ერთხელ ხდება და ეს არის ქართული ქრისტიანული ქრონიკონული წელთაღრიცხვის 81 წელი. თუ ჩვენ მაგალითად ჯვრის ტაძარში გვაქვს ქრისტიანული ქართული წელთაღრიცხვა ათვლილია ქრისტეს შობიდან, აი ამ წარწერაში 329 წლის წარწერაში ქრისტიანული ქრონიკონული წელთაღრიცხვა დასტურდება და ქრისტიანული ქრონიკონული წელთაღრიცხვის 81 წელი რომ გადავიყვანოთ ქრისტეს შობის ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე გვექნება 329 წელი. ამდენად ეს წარწერა თარიღიანია და ღაღადებს იმას, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად შემოღების დროს
ქრისტიანული წელთაღრიცხვა უკვე არსებობს და იგი 326 წლიდან, რა თქმა უნდა, ამოქმედებულია როგორც ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვა. ამავე დროს ეს ცხადყოფს, ეს წარწერა 329 წლისა ცხადყოფს, რომ საქართველოში ქრისტიანული ღვთისმსახურება დაიწყო ქართულ ენაზე, ესე იგი დასტურდება ქართული ამბანი, დასტურდება ქართული წელთაღრიცხვა და ესე იგი ყველაფერი